ამ ვიდეოში ნახავთ, რომელი ჯგუფის სისხლის პრეპარატი რომელ ადამიანს შეიძლება გადაესხას. ეს არის მეორე ჯგუფის დადებითი, ანუ A დადებითი, რომელიც მეორე და მეოთხე ჯგუფის დადებით ადამიანებს შეიძლება გადაუსხათ. ეს არის მეორე ჯგუფის უარყოფითი, რომელიც მეორე და მეოთხე ჯგუფის როგორც რეზუს დადებით, ასევე რეზუს უარყოფით შეგვიძლია გადაუსხათ. ეს კი არის მესამე ჯგუფი, რომელიც დადებითი რეზუსის შემთხვევაში მესამე და მეოთხე ჯგუფის ადამიანებს შეგვიძლია გადაუსხათ დადებითი რეზუსით, მაგრამ უარყოფითის შემთხვევაში როგორც მესამე, ასევე მეოთხე დადებითი და უარყოფითი რეზუსის მქონე ადამიანებს. რაც შეეხება პირველი ჯგუფის დადებითი რეზუსის მქონე პრეპარატს, ის გადაესხმება ყველა ჯგუფის მქონე ადამიანს, ოღონდ დადებითი რეზუსით, ხოლო უარყოფითი სისხლის პრეპარატის შემთხვევაში ის უნივერსალური დონორია და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რეზუსით შეგვიძლია გადაუსხათ ეს სისხლი. რაც შეეხება მეოთხე ჯგუფის დადებითს, ის გადაესხმება მხოლოდ იგივე ჯგუფისა და რეზუსის მქონე ადამიანს, ხოლო უარყოფითი როგორც წინა შემთხვევაში იყო, როგორც დადებითი რეზუსის, ასევე უარყოფითი რეზუსის მეოთხე ჯგუფს. რატომ არის ამ ყველაფრის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? პასუხი არის ამ ყველაფერზე მწვავე ჰემოლიზური რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მიიღებენ არასწორი ჯგუფისა ან რეზუსის სისხლს.